მოდი რა დავიწყოთ UFC დავай. 322 JDM versus Makhachev და რომელისთვის უფრო დიდი ბრძოლა და გამარჯვება რომელისთვის უფრო მნიშვნელოვანი არის შენი აზრით? ანუ legacy რასაც ქვია ისლამ მახაჩევისთვის უფრო თუ JDM-ისთვის? ეგეთ რაღაცა არ არსებობს, გიო. ესეთი ესეთი მნიშვნელობის, ესეთი ზომის და გაბარიტების ბრძოლაზე, როცა და ზოგადად მთლიანად ბრძოლაზე, როგორ შეიძლება ახლა თუ თქვა გაგდების პირას ხარ, უნდა მოკვეთონ UFC-დან კონტრაქტს გიუქმებენ თუ არ მოიგე და რაღაცა, მაშინ კი შეიძლება თქვა, რომ აი ამისთვის უფრო მნიშვნელოვანია ახლა მოგება და რაღაცა, მაგრამ აი ესეთ შემთხვევაში, როცა თამარზია საქმე, ხო? და ორი ძლიერი ძალიან სოფლიო დონის მოჭუბარი ჩხუბობს, როგორ შეიძლება ერთისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყოს მოგება ვიდრე მეორესთვის? არის გამონაკლისება, რა თქმა უნდა, ახლა მაგალითად მესმის, მესმის. კაი, მაშინ რას ვიზამ, იცი რომ ოქროს სხვანაირად დავსვა მიგივე კითხვას რა. რომელი უფრო დიდი news იქნება და რომელი უფრო დიდ ხმაურიანი იქნება ვისი მოგება რა, JDM-ის თუ Makhachev-ის? ჩვენთვის ქართველებისთვის, რა თქმა უნდა, მახაჩევის, იმიტომ რომ ეგრევე ატყდება უკვე თოფურიასთან ბრძოლის აა ხმაური, ხო ხტები? აა აა. და ალბათ და თვითონ MMA სამყაროსთვის მე მგონია რომ JDM-მა რო დაამარცხოს უფრო ძალიან დიდი ძახილის ნიშანი იქნება რა. არა? ხო, JDM-მა რომ დაამარცხოს მახაჩევი, მაინც იქნება ის მომენტი, რომ აი ისლამი პატარა წონიდან ამოვიდა და ხო ხტები, ეს მაინც იქნება რა. მაინც ზოგი თლიანად ამას სრულფასოვან მოგებად ჩათვლის, ზოგისთვის კიდე იქნება ის მომენტი, რომ ანუ JDM-მა ასე თუ ისე მაინც წამგებიან პოზიციაშია იმ მხრივ, რომ თუ მოიგებს, ზოგი მაინც იტყვის, ძალიან ბევრი მაინც იტყვის, რომ პატარას მოუგო მმ. და თუ წააგებს ისლამს ყველა აღიარებს ისედაც მმ. მაგარია, ხო ვიცით და მესმის. გული როგორ გიგძნობს და უფრო როგორ გონია, ანუ Makhachev-ის დომინანტური შედეგი მის ჩხუბების შესრულებაში 55-ში როგორ გადმოისახება და გადმოინერგება ამ დივიზიონში შენი აზრით? One ეგ more არის time. ყველაზე დიდი კითხვა. Hmm. ხო? ყველაზე დიდი, ყველაზე ყველას რაც გვაინტერესებს ყველაზე მეტად, ზუსტად ეგ არის. რომ უკაცრავად რამდენად ეფექტური იქნება მახაჩევი ამ წონაში, რამდენად კარგად მოახერხებს წონის კუნთოვანი მასის მომატებას ახალ წონა, იმიტომ რომ 155-დან 155-ში ასვლა და 155-დან 170-ში ასვლა სხვადასხვა რაღაცა აბსოლუტურად. იმიტომ რომ ის 5 ექსტრა პაუნდი რასაც უნდა მოიმატო თქვა კუნთოვანი მასა 155-დან 170-მდე, ვიდრე 155-დან 155-მდე, სადაც მხოლოდ 10 პაუნდია განსხვავება, ძალიან დიდი განსხვავებაა და ზომითაც რო შეხედო, ძალიან ბევრი მოჭუბარი ადის და ასულა თელ 155-ის როსტერს რო გადახედო, ხო, ბოლო დროინდელს ყველა იყო თითქმის ყოფილი 155 პაუნდიანები. თოფურიათი რო დავიწყოთ, მაგრეგორიოს 155-ში იყო, მერე ამოვიდა, პორია 155-ში იყო, მერე ამოვიდა. რამდენის გინდა იმდენი, ბევრი იყო ეგეთი, რომელიც 155-დან დაიწყეს და 155-ში ამოვიდნენ რა. და ბევრი 155-ში, 15-ში დღესაც ისეთი, ვისაც შეუძლია 155-ში ჩასვლა. უპრობლემოდ რა, და თუ გაუჭირდებათ, მაგრამ ჩავარდ. და 155-დან 170-ში ძალიან ცოტა ამოდის. იშვიათად რო ეგეთი რაღაცა მოხდეს. იმიტომ რომ დიდი განსხვავებაა ძალიან რა. აი ეს ტერიტორია 155-დან 170-მდე ცოტა უცნაურად მოძრაობს რა. I like it. მაგრამ მახაჩევს გარდა იმისა, რომ უნდა გვაჩვენოს შეუძლია თუ არა შეივსოს, შეავსოს ფიზიკურად 170 პაუნდში და იმძოლოს და კონკურენტუნარიანი იყოს და გახდეს ჩემპიონი, გარდა ამ კითხვისა, არის კიდე ესეთი მომენტი, მახაჩევი არის აბიბის მერი ალბათ ყველაზე ისეთი შეუცდომელი მებრძოლია პარტერში. შეუცდომელი რა, ყველაზე ნაკლებ შეცდომებს უშუალოდ პარტერში, რაც კი გვინახავს. ხაბიბის შემდეგ მახაჩევი რა. იდეალურთან ყველაზე ახლოს არის ისლამი MMA გრეპლინგში. არ ვიძახი ზოგთლიანად გრეპლინგს ვიძახი. და გრეპლინგი ჭიდაობა ძალიან დიდი და უნიშნულოვანესი ნაწილია MMA-ის. მეორე მხარე ის არის, რომ JDM-ი
JDM-ის ნაერ მოჭუბართან ჯერ მახაჩევს არ უჩხუბია. დარტყმის ძალა, დარტყმის კუთხეები, საიდანაც მოდის როგორც მოძრაობს JDM-ი. ძალიან მაგრამ JDM-ს ჭირდება ერთი რაუნდი რომ ეს აკრიფოს, გამიგე? რას გონი რომ აიღოს. და თუ აცდის ისლამია, მას ეგ არის საკითხავ. პირველ რაუნდში თუ აღიზრებაში გადაესხა თავს და გადათელა, ეგეც შესაძლებელია. მაგრამ შეიძლება JDM შეიძლება JDM-მა ფიზიკურად შეძლოს და არც კი მისცეს, აქამდე არც კი მიიყვანოს, აქამდე არც კი მისცეს საშუალება ისლამს თავისი ზომის ხარჯზე, ან ტექნიკურადაც გაუმკლავდეს შეიძლება, ან შეიძლება არც დაჭირდეს ერთი რაუნდი გახურება, მაგანაც თვითონ ეგრევე აიწყვიტოს და კომბინაციების აწყობა დაიწყოს თავიდან. საინტერესოა ძალიან მრავალნაირად შეიძლება ამ ბრძოლის განხილვა და ყველა ჯერზე როცა ამ ბრძოლას განიხილავ წინასწარ უფრო და უფრო გემატება მუღამი ამ ბრძოლის ნახვის რა. ფიქრობ თუ არა რომ ამ ბრძოლას JDM და მახაჩევს ეწოდება კლასიკური grappler-ის სტრაიკერი, რამდენად შეუძლია რომ ეგრე უწოდოთ და გონია თუ არა რომ რამდენი ხანი შეიძლება გავიდეს, რომ ორივე იყოს, რომ დგომში იყოს მარტო ბრძოლა რა. ალბათ მინიმუმ მესამე რაუნდამდე უნდა მივიდეს ბრძოლა. შეიძლება მეოთხემდეც, რომ მარტო იმიტომ რომ ისლამს თუ ჩაუვარდა პარტერში გადაყვანის ცდილობები, ხო? JDM-ის ან გადაიყვანა, მაგრამ ვერ გააჩერა, ვერ გააკონტროლა და ყველა გადაყვანაზე წამოუდგა, ან კედელთანაც ვერ გააკონტროლა და გამოექცა და ასე შემდეგ. ეს აი ამ თავდაჯერებლობის დოზას ნელა დააგდებს და შემდეგ უკვე აღარც სურვილი, აღარც ენთუზიაზმი და აღარც ძალა აღარ იქნება იმისი, რომ ისევ და ისევ სცადოს. ეს ერთი ადამიანია მარტო მსოფლიოში, ვისაც შეუძლია, რომ 20 წარუმატებელი ტეიქდაუნის შემდეგ კიდე 20 გააკეთოს და იცი შენ ვინც არის. ბიჭო, მას საქართველოს რუკა ახატია გულზე რა. აი რომელ წუთში და რამდენ ხანში, რამდენ წამში იქნება პირველი შესვლა შენი აზრით რა? პირველ რაუნდში ისლამისგან. არ ამგონია ეგრევე შეუვარდეს ფეხებში ისლამი. არ ამგონია ეგრეთ მას. აი გამოსვლისთანავე ეგრევე ხამზადას არიზამს ხო? არ ამგონია ეგრეთ მას. რომ აი მასავით რა ქვია, ზარბაზნიდან გასროლილი ბომბივით ეგრევე ფეხებში შევარდეს არ ამგონია რა. ჩემი აზრით ვერც რომც ეგრევე რომც ცადოს არ გამოუვა. არ იქნება კაი გეგმა და კაი იდეა. ჩემი აზრით 1-2 წუთი მაინც ჯერ მეც 2 წუთს ვაძლევ. დედასწორ ეხა უნდა მეთქვა რა, რომ 3 წუთი რო ეწერება მეთქი გრაფიკაში, მანამდე ვაძლევ რა და მე მგონია რომ რა ვიცი, ეხა ამას გენიოსობა არ უნდა, მაგრამ დგომში ჭიდაობის გარშემო შეიძლება კლინჩი შეეკრას თავიდან. არ ვიზახი რომ შეიძლება ჩაეხუროს კლინჩი შეეკრას და შებოჭოს და გრეკო-რომაულის და ძიუდოს ილეთებით შეეცადოს რაღაცები გაკეთებას. ფეხში ეგრევე შესვლას არ ვფიქრობ. ნახოთ. და ყველაზე მაგარი სტრაიკერი შენი აზრით ვინ არის? ჯერჯერობით ვინც შეხვდა მახაჩევს რა, აქამდე რა. ორიე. ალბათ. და ანუ ის არა კიდე ნახო. არა, უკაცრავად ბოდიში, რასასურველია უკაცრავად. ვოლკანოვსკის სტრაიკინგი არის აი აქ. ვოლკანოვსკის რო კონდეს ილია თოფურიას დარტყმა, ეს იქნებოდა უსამართლობა უბრალოდ. ხდები, ისეთი მრავალფენოვანი ეს აქვს ტექნიკა დგომში. და ვოლკს პირველ ბრძოლაში მართლა კარგი შედეგი ჰქონდა დგომში მახაჩევთან. ძალიან კარგი მომენტები ჰქონდა რა, მაგრამ მახაჩევის სტრაიკინგიც წინ წამოიწია, ხო? ალბათ დამეთანხმები და მაინც რაღაცნაირად გონია, რომ მოუნდება რაღაცის დამტკიცება მახაჩევს და არა მარტო ჭიდაობით წავა რა ეს ბრძოლა რა. და აი ბელალს არ მოუვიდა ეგრე რომი JDM-თან? არა, მე არ ვფიქრობ, რომ ეგრე მოუვიდა ბელალს. მე ვფიქრობ, რომ ბელალ მუჰამედს თვითონ ეგრე თქვა მე და ხო, ნუ არასდროს არ დაიჯერო, რასაც ამბობენ მოჭუბრები, რომ გულახდილად ამბობენ რა.
90% უჭირთ გულახდილად საუბარი მებრძოლებს, იმიტომ რატო იცი? მებრძოლებს აქვთ აა ფსიქოლოგია აქვს როგორ იცი? აა როგორ გითხრა, აი ყოველთვის არიან და იმაში, რა ქვია, მზადყოფნაში, რომ ვიღაცა თავს ესხმის და უნდა მოიგერიოს სიტყვიერად, ფიზიკურად და ესე შემდეგ რა. და ძალიან არ უნდათ თავიანთი გულში და ტვინში რაც უდევს, მაგის სიხშირად აი ესე სააშკარაოზე გამოტანა. მე რაც შემიმჩნევია რა, ძალიან რთულია მებრძოლს ათქმევინო გულახდილად. მით უმეტეს წაგების შემდეგ ეგეთ დროს ეგეთი რაღაცეები. შენ ხარ მახაჩევის კოუჩი და JDM-ის კოუჩი და ეუბნები ერთ რჩევას, მხოლოდ ერთ რჩევას, მოკლე რჩევას რა. რას ეუბნები ერთს და რას ეუბნები მეორეს? თითოეულს ორივეს? ხო. ბიჭო, აი გარს ესეთი იული კითხვა არა, ხო, ეს არ არის და მისთვის რაც გონია რა. ეს არა. JDM-ს ვეტყოდი რომ მარცხნივ იმოძრაოს. იმიტომ რომ საითაც არ უნდა წავიდეს JDM-ი წინ, უკან, აა მარცხნივ თუ მარჯვნივ, ყველგან მოუწევს ტეიქდაუნზე ფიქრი ან კლინჩზე ფიქრი. მაგრამ იმისათვის რომ არ მოხდეს ერთადერთი რაც არ უნდა მოხდეს, უეჭველი მოხდება იქ ტეიქდაუნის ცდილობა, კლინჩის ცდილობა, ეგ უეჭვე გარდაუვალია. მაგრამ არავითარ შემთხვევაში მას არ უნდა მოხდეს მარცხენა ჰაი-კიკი მახაჩევისგან. ეგ არის დაუშვებელი, იმიტომ რომ უკეთესი სტრაიკერად ითვლება, თან მარცხენა ჰაი-კიკი მახაჩევისგან ვისაც მოხდა ვერავინ ვერ ადგა. და ეგ არის ერთ-ერთი ისეთი დარტყმა მახაჩევის არსენალში, რაც აფინიშებს. რაც აფინიშებს იგი ადამიანებს. ამიტომ ვეტყოდი JDM-ს რომ იმუშაოს თავისუფლად ხელებით, ტეიქდაუნი მაინც მოვა და ამან არ დააკომპლექსოს და იმოძრაოს მარცხნივ. რომ მაქსიმალურად მოარიდოს თავი მარცხენა ჰაი-კიკს, თავისთვის მარცხნივ მოძრაოს. მახაჩევს ვეტყოდი რას? ავარხინკალ number 1. მახაჩევს ბიჭო ძალიან რთულია მახაჩევს რა უნდა უთხრა ეხა მე ისეთი გამიგე კაცი არ იჩქაროს უყურე დახტება და გეტყვი რატო ვიძახი რატომაც რომ არ იჩქაროს ტეიქდაუნზე ან კლინჩში შესვლა და აჩვენოს JDM-ს რა როგორი დონის ფიზიკურობა აქვს და გრეპლინგი რა დონის აქვს და ტექნიკა და ასე შემდეგ. არ იჩქაროს ამის ჩვენება ბრძოლაში და რატო? იმიტომ რომ დღესდღეობით ყველაზე დიდი ენიგმა ამ ბრძოლაში არის წინასწარ ის რომ როგორი გაუმკლავდება JDM-ი მახაჩევის გრეპლინგს, ხო? ეს არ ვიცით. ვიცით რომ მახაჩევი ძალიან მაგარია გრეპლინგში ტექნიკურად, მაგრამ ეს ფიზიკურობა, ეს ყველაფერი, ეს წონაში ასვა, ეს როგორ ეფექტს იქონიებს და როგორ შეძლებს ამასთან გამკლავებას ან რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ამას ისლამი JDM-ის წინააღმდეგ, ეგ ენიგმაა ჯერ და არავინ არ იცის. და დატოვოს ენიგმად მაქსიმალურად, ისე კი არა რომ მეოთხე რაუნდამდე არ შევიდეს ფეხში და დავმოაკლევინოს ცემით, არა. უბრალოდ მაქსიმალურად თუ კი დაჟე შევა ადრეულად პირველივე რაუნდში დიდი ხანი არ გაჩერდეს, ცოტა გააკონტროლოს, აჩვენოს ფსიქოლოგიურად გაატეხოს, აჩვენოს რომ ჯობნის, გაიცალოს, მე თავიდან დაიწყოს მუშაობა რა. თუ კი ხედავს რომ ფინიში ჯერ არ მოდის. მაქსიმალურად დატოვოს ენიგმად თავისი გრეპლინგი, რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს ბრძოლის ამა თუ იმ ეტაპზე JDM-ისთვის. გამოიყენოს, მაგრამ ნაწილ და ბოლოს უკვე როცა ხედავს რომ მოდის ფინიშები, იხსნება ოპენინგები არის, უკვე ბოლოს მთელი ძალით შეგვიტიოს. ამას ვეთყოდი რა. საბოლოო კითხვა მაქვს. როგორი საიტკენ იხრები და ალბათ ვიცი რომ არ გიყვარს მეთოდები და რაღაცეები, მაგრამ საინტერესო არის რა. მე ვიხრები ძმაო, თუ გინდა მე ვიტყვი პირველ, თუ გინდა შენ რა. მე მგონია რომ ეს ბრძოლა წავა 5 რაუნდი რა. და გამარჯვებული იქნება მახაჩევი. მაგრამ იმ ვარიანტსაც ვხედავ რომ მახაჩევი ამ დივიზიონში არის საერთოდ უფრო ძლიერი და უფრო მაგარი რა. და ფინიშიც მახჩობელითან რაღაც ეგეთით რა. მე როგორ ვარ იცი ხა, მე არ მაქვს პრობლემა შენს წინასწარ იმას პროგნოზზე. პირიქითაც რო გეთქვა, არც მაგ შემთხვევაში არ მიქნებოდა საწინააღმდეგო ბევრი. ანუ I'll take one of yours, man.